მოგესალმებით. ეთერშია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და რადიო კომერსანტის ერთობლივი პროექტი. ბიზნესი და სამართალი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო ლიპარტია გახლავართ, ადვოკატი. დღევანდელ გადაცემაში საწარმოს რეაბილიტაციისა თუ გადახდის უნარობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ. რამოდენიმე წლის წინ ძალაში შევიდა ახალი კანონი კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, რომელმაც მთელი რიგი პრინციპებიდან, მათ შორის პრინციპების დონეზე ცვლილებები განახორციელა და გაითვალისწინა ახალი სამართლებრივი მოწყობა და ახალი სამართლებრივი რეგულაციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საწარმოს გადახდის უნარობას, რეაბილიტაციას და ასე შემდგომ. როგორია დღეს პრაქტიკა და რა გამოწვევებია ამ ურთიერთობებთან მიმართებით, გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი თამარ ბურჯანაძე. ქალბატონი თამარ, მოგესალმებით. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო და პრაქტიკულ საკითხებს ვეხებით დღეს. პირველ რიგში რომ დავიწყოთ, რას გულისხმობს ახალი კანონი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, სულ რამოდენიმე წლის წინ იქნა მიღებული, კერძოდ მხედველობაში მაქვს კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი, რომელმაც ძირეული ცვლილებები განახორციელა და არსებითად შეცვალა რამოდენიმე საკითხი, მათ შორის გადახდის უნარობასა და გაკოტრების სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. ვიდრე უშუალოდ გადავიდოდე კონკრეტულ საკითხზე, მინდა რომ ცოტა გარკვეული ისტორია, როდის დაიწყო საქართველოში გადახდის უნარობის კანონმდებლობით საქმიანობა, მას შემდეგ რაც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა ქვეყანა, მოთხოვნა ბუნებრივია გაჩნდა გადახდის უნარობის კანონმდებლობის შემოღების და პრაქტიკაში დანერგვის და შესაბამისად პირველი კანონი, რომელიც იქნა მიღებული, იყო გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ კანონი, რომელიც ამოქმედდა 1996 წელს და მოქმედებდა 2007 წლის აგვისტომდე, თუ სუსტად მახსოვს, და აგვისტოში უკვე ჩანაცვლდა 2007 წლის აგვისტოში გადახდის უნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც მოქმედებდა 2021 წლის 1 აპრილამდე და რაც შეეხება ის კანონი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ამოქმედდა 2021 წლის 1 აპრილიდან. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ თვითონ კანონის მიზანზე და ცოტა შედარებით ანალიზს გავაკეთებ ამ სამ კანონში, რა ცვლილებები განხორციელდა. ესე იგი, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევის გზით. თუ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. თუ რეაბილიტაციის მიღწევა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში გადახდის უნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხის კრედიტორებში თანაბარზომიერად გადანაწილება. აი სწორედ ამ აქედან რომ დავიწყოთ, წინა კანონმდებლობით გარკვეულწილად განსხვავებულად იყო დარეგულირებული სუბიექტებიც, განაწილების წესიც, რიგითობაც და აი ახალმა კანონმა სწორედ ეს ცვლილებები შეიტანა გადახდის უნარობის საქმის წარმოებაში, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად პირველი გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ კანონი ვრცელდებოდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით შექმნილ სუბიექტებზე, მათ შორის ვრცელდებოდა ფიზიკურ პირებზედაც, რომ მეწარმეებზე. ფიზიკური პირის გაკოტრების საქმის წარმოებასაც ითვალისწინებდა. თუმცა პრაქტიკაში ხომ არ მახსოვს პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ფიზიკური პირის გაკოტრების საქმის წარმოება ყოფილიყო პრინციპები იგივე იყო და საქმის წარმოების წესი ფიზიკური პირის როგორც იურიდიული პირის, თუმცა პრაქტიკაში არ გქონია. ალბათ ამიტომაც ამსვენია. შემდეგ უკვე გადახდის უნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონით ფიზიკური პირის გადახდის უნარობის საქმის წარმოება უკვე ამოღებული იქნა და გავრცელდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილ სუბიექტებზე, მათ შორის იმ მეწარმეზედაც.
თუმცა პრაქტიკაში ინდმეწარმეთა გადახდის უნარობის საქმის წარმოებაც თითქოს ჩამოსათვლელი თუ გვაქვს, არა გვაქვს ბევრი, არ გქონია უпроსორად ბევრი. რაც შეეხება ახალი კანონი არ ცელდება ინდმეწარმეზე, ცელდება სამეწარმეო სუბიექტებზე, მათ შორის სამოქალაქო კანონმდებლობით დარეგულირებულ არაკომერციულ იურიდიულ პირებზე, ამხანაგობებზე და ალბათ მეწარმეთა შესახებ გათვალისწინებულ სუბიექტებზე ინდმეწარმის გარდა. გასაგებია ქალბატონ თამარ გადაცემაში რეკლამის დროა ძვირფას რადიო მსმენელებო ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ქართული ჩირის მწარმოებელი კომპანია ჩიკორი უკვე 10 წელია გთავაზობთ ჩირის ფართო ასორტიმენტს. ჩიკორის პროდუქცია იწარმოება ადგილობრივად, ქართული მზიანი ხილისგან, არ შეიცავს დამატებულ შაქარსა და გლიცერინს. ჩიკორის პროდუქციის შესაძენად ეწვიეთ სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტს. ჩირისა და თხილეულის ასაწონი, საოჯახო შეფუთვების გამოწერა კი შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდიდან ჩიკორი.g. ჩიკორი, ჯანსაღი ხემსი ქართული ხილის ბაღებიდან. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. New Hospitals-ის ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospital-ში წვრილი ნაწლავის ენდოკაპსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitals-ი, კრწანისის ქუჩა ნომერი 12. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგიბრუნდით ეთერში და დღეს ვსაუბრობთ საწარმოთა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქალბატონი თამარ ბურჯანაძე. ქალბატონი თამარ, დავბრუნდით ეთერში და ძალიან საინტერესო პირველი ნაწილის შემდგომ რომ განვაგრძოთ საუბარი, თქვენ ახსენეთ მცირე ექსკურსი და გადახდის უუნარობა გაკოტრების საქართველოს კანონის მცირე ექსკურსიის შემდგომ ის დღეს მოქმედი კანონი, რომელიც როგორც ექსპერტები და კანონის ავტორები და არა მხოლოდ მათი მოსაზრება მსმენია, ეს არის საკმაოდ მოქნილი და ძალიან ბევრი პრინციპების დონეზეც კი შეიცვალა და არსებითი ცვლილებები განხორციელდა. რას გულისხმობს რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ აღნიშნული კანონის მთავარი ფუნქცია რა არის და როგორ ხორციელდება უკვე ამ პროცესის დაწყება, როგორ ხდება გადახდის უნარობის საქმის წარმოების დაწყება. მთავარი პრინციპი, როგორც თქვი, არის კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის გზით.
და ალბათ საწარმოს გადარჩენაც ხო? რა თქმა უნდა, საწარმოს გადარჩენა, ამას გულისხმობს რეაბილიტაცია, საწარმოს გადარჩენა. ახალი კანონით ცალკე მუხლად არის პრინციპები გამოყოფილი და ჩამონათვალს ადგენს კანონმდებლობა და ეს არის გადახდისუნარო საწარმოს და გადახდისუნარობის მასის სწორი და ეფექტური მართვა, არსებული ფინანსური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა, პროცესის გამჭვირვალობა, გადახდისუნარობის პროცესის გამჭვირვალობა, რეაბილიტაციის უფრო რეაბილიტაციის კენმე არის მიდრეკილი, აგრეთვე არის არსებული მასის, გადახდისუნარობის მასის შენარჩუნება და შესაძლებლობების შემთხვევაში მისი გაზრდა. და ამავე დროს თანაბარი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარსომიერი მოპყრობა. ეს ძირითადი პრინციპებია, რაც უკვე ცალკე მუხლით იქნა გამოტანილი აღნიშნული კანონით. რაც შეეხება თვითონ გადახდისუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის გადახდისუნარობა საწარმოსი ან მოსალოდნელი გადახდისუნარობა. ამ კუთხითაც განსხვავება იყო ბევრად უფრო რთული იყო კრედიტორებისათვის წინა კანონმდებლობით გადახდისუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების კომპანიისათვის საწარმოსათვის უფრო კრედიტორებისთვის. კრედიტორები წარადგენენ ამ კრედიტორებსაც აქვთ უფლება, რა თქმა უნდა, თუ სახეზია საწარმოს გადახდისუნარობა, ან მოსალოდნელი გადახდისუნარობა, ბუნებრივია კრედიტორებსაც აქვთ უფლება წარადგინონ განცხადება. წინა კანონით გარკვეული ზღვარი იყო თანხების რა ვალდებულებებიც იყო უკვე წარმოშობილი, რომ თანხობრივადაც იყო გამოყოფილი, მიღებული ყოფილიყო განცხადება წარმოებაში. კონკრეტულ შემთხვევაში რამდენიმე ჩამონათვალს აკეთებს კანონმდებლობა, რა შემთხვევაში არის გადახდისუნარობის წინაშე საწარმო, კერძოდ ესენია, რომ თუ ის ვეღარ ფარავს უკვე ვადამოსულ ვალდებულებებს, ვეღარ ასრულებს ვალდებულებებს, რომელთა ჯამი აღემატება საწარმოს კაპიტალს. თუ უკვე აგრეთვე თუ უკვე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ბოლო 12 თვის განმავლობაში, თუ წარმოშობილია საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო გირავნობა, უზრუნველყოფის ღონისძიებები და აგრეთვე წარმოშობილი არის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. უკვე სახეზია რომ საწარმო გადახდისუნაროა და აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუნარობა თუ არსებობს ვარაუდი იმისა, რომ უახლოეს 30 დღის განმავლობაში ვერ იქნება გასტუმრებული უკვე წარმოშობილი ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში როგორც კრედიტორს, ასევე მოვალეს, ასევე რეაბილიტაციის მმართველს, ზედამხედველს აქვს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მიმართოს სასამართლოს განცხადების გადახდისუნარობის. ძალიან საინტერესოა, განცხადებით მომართვა ალბათ ერთი საკითხია და ალბათ დასაშვებების ეტაპზე ის ფაქტობრივი გარემოებები მოწმდება, რაც თქვენ ეხლა აღნიშნეთ. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს და ალბათ ჩვენი მსმენელთათვის საინტერესოა. როდესაც კრედიტორი ან კრედიტორი ან განცხადებელი მომართავს და იწყებს თხოვნა აქვს, რომ დაიწყოს გადახდისუნარობა. სასამართლო რა ეტაპზე უყურებს მას და რა მტკიცებულებების შეჯერებით თუ შეფასებით, აი პირველივე ეტაპზე რა არის ის მტკიცებულებების ან მინიმალური სტანდარტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით საქმის წარმოების ეტაპზე მტკიცების ტვირთის მომზადების ეტაპი და ასე შემდგომ. აქ საწყის ეტაპზე რა მტკიცების ტვირთის ნაწილში როგორ შეუძლია საწარმოს დააფიქსიროს ან თქვენთან დემონსტრაცია მოახდინოს იმის დადასტურება, ან პოტენციური დადასტურება, რომ ნამდვილად რეაბილიტაცია ან გადახდა უნდა. ეს არის მოთხოვნაზე საწარმო ან თქვა ან რეაბილიტაციაში თხოვს ან გადახდისუნარობას. ხო, წინა კანონიდან განსხვავებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ განცხადებელი ითხოვს ან რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას, ან გაკოტრების რეჟიმის გახსნას. წინა გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონით მომრიგებელი საბჭო იქმნებოდა, რომელიც წყვეტდა სამი პირისგან შედგებოდა, რომელიც წყვეტდა გადახდისუნარობა უნდა და გაგრძელებულიყო თუ გაკოტრების საქმის წარმოება. თუმცა წინა კანონმდებლობითაც ჰქონდა სასამართლოს შესაძლებლობა, თუ რა თქმა უნდა მოვალე მოითხოვდა გაკოტრების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ დაემტკიცებია ეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება, არ გაეთვალისწინებია და დაეწყო რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ ეს მოთხოვნა უნდა ყოფილიყო და გვაქვს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოვალემ რეაბილიტაციის პროცესი მოითხოვა რეაბილიტაცია, წარმოადგინა რეაბილიტაციის გეგმა და სასამართლომ გაიზიარა და რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა.
გადავიდა, მაგრამ ახალი კანონით განცხადებაში უნდა იყოს მოთხოვნა ჩამოყალიბებული, გაიხსნას რეაბილიტაციის პროცესი თუ გაკოტრების პროცესი. შესაბამისად განცხადებას უნდა ერთვოდეს უკვე წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ქონების საწარმოს ქონებრივი მდგომარეობისა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით და ამის ექსპერტიზის დასკვნების შეფასებასთან დაკავშირებით აუცილებელია. ქონების შეფასება შემდგომში გადახდის უნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ ხდება მეურვე უკვე ვინც იქნება მართველი იქნება ზედამხედველი იქნება თუ გაკოტრების მართველი მაინც ხდება მის და ამიტომ ძირითადი არის ის კრედიტორების ნუსხა მათი მისამართი და ინფორმირება მათი და აგრეთვე წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია. სხვა რეკვიზიტებს კანონმდებლობა ეხა ეგ ჩამონათვალია და კანონში მაგას ნახავს დაინტერესებული სუბიექტი. უბრალოდ მე ჩემი საკითხი ძალიან ბევრჯერ გამიგია ჩვენი კოლეგებისაგან წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორის ინფორმირება ჯეროვნად ვერ მოხდა, კრედიტორმა ვერ გაიგო რეაბილიტაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის არსებობის შესახებ და დააგვიანა და შესაბამისად შემდგომ უკვე მოგვიანებით მიიღო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როგორც კი მოგმართა და იხსნება ეს პროცესი, აი შემდგომ ცხადი რო გახდეს ჩვენი მსმენელისათვის, როგორ ხორციელდება რა პროცესუალურად მხარეთა, მათ შორის დაინტერესებული კრედიტორების ინფორმირება ამ პროცესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ახალი კანონით გადახდის უნარობის საქმის წარმოება გაიხსნება, იქნება რეაბილიტაციის რეჟიმით თუ გაკოტრების რეჟიმით, ინიშნება შესაბამისი რეაბილიტაციის ზედამხედველი ან გაკოტრების მართველი ან რეაბილიტაციის მართველი და მას კანონით აქვს ვალდებულება, რომ ყველა მოიძიოს ბუნებრივია რა თქმა უნდა საწარმოს დახმარებით, დირექციის დახმარებით, ყველა კრედიტორი და მოახდინოს მათი ინფორმირება, შესაბამისი ინფორმირება. იმიტომ რომ განსხვავებით წინა კანონისგან, აი ის რაც თქვა წინა კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული, ქვეყნდებოდა და იყო მართლაც იყო შემთხვევები, როდესაც კრედიტორმა ან ვერ გაიგო, ან გვიან გაიგო და თქვა ის ვადა, რაც დადგენილი იყო განცხადების წარსადგენად, გასული იყო და შემდგომში უკვე ხდებოდა ყველაზე ბოლო რიგში დაგვიანებული კრედიტორების რიგში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო არ ადგენს არ ადგენს კრედიტორების რეესტრს, ამას ყველაფერს აკეთებს რეაბილიტაციის მართველი ან რეაბილიტაციის ზედამხედველი და შესაბამისად ამას აქვს ვალდებულება მოახდინოს ყველა კრედიტორის ან მოსალოდნელი კრედიტორის ინფორმირება. და მოსალოდნელ კრედიტორად ვინ ითვლება კანონიდან გამომდინარე? ყველა ის სუბიექტი ვისთანაც შემდგომში საწარმოს ფუნქციონირების მიზნით მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება და ამ ყველაფერს უზრუნველყოფს რეაბილიტაციის მართვა. ეს პრობლემა, რომელიც ძალიან ხშირად ისმოდა, ეს ახალი კანონმა ფაქტურად ეს პრობლემა ძალიან კარგი. პრაქტიკაში არ ქონია შემთხვევა, რომ რომელიმე კრედიტორს განეცხადებია, რომ მისთვის არ იყო ინფორმირებული მოვალე საწარმოს რეაბილიტაციისთან მოქნილი ყოფილა კანონი წინამორბედთან შედარებით. კი ბატონო, და ქალბატონ თამარ, გაიხსნა ეს რეაბილიტაციის პროცესი ან გადახდის უნარობის პროცესი, დაინიშნა შესაბამისი სუბიექტი, რეაბილიტაციის მართველი ახსენეთ. ვინ არის რეაბილიტაციის მართველი? ეს არის კომპანიის წარმომადგენელი, კომპანიის ინტერესების დამცველი, ნეიტრალური პირი და რა არის მისი უფლება-მოვალეობები? ახალი კანონით არის ესეთი სუბიექტების ჩამონათვალი, რომ გადახდის უნარობის პრაქტიკოსის ქვეშ და პრაქტიკოსი შეიძლება იყოს შესაბამისი განათლების მქონე პირი, რომელიც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და რეგისტრირებული არის რეესტრში, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული ამ რეესტრთან დაკავშირებით ბრძანება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ახსნილების ეროვნული ბიუროს ეკიდით არის რეესტრში მოხვედრილი სუბიექტს რიგრიგობით მონაცვლეობით ელექტრონულად ეწერება კონკრეტული საქმე. წინასწარ კანონი ითვალისწინებს რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს გადახდის უნარობის რეაბილიტაციის მართველი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში განცხადების წარმოებაში მიღების განჩინებით ელექტრონულად ხდება მართველების შერჩევა. იქნება ეს მართველი, იქნება ეს ზედამხედველი რეაბილიტაციის თუ იქნება გაკოტრების მართველი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ახალი სუბიექტია იმ კუთხით, რომ წინა კანონიდან გამომდინარე, მაშინ მეურვეები ინიშნებოდა
და ყველა შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია, დირექცია ჩამოშორებული იყო საწარმოს საქმიანობას. კონკრეტულმა კანონმა გაითვალისწინა, რომ შესაძლებელია თუ, რა თქმა უნდა, განცხადებით არის მომართული თავის დროს და მოთხოვნილი არის, რომ დაინიშნოს რეაბილიტაციის ზედამხედველი. ამ შემთხვევაში დირექციას უნარჩუნდება საწარმოს მართვის ფუნქცია, უბრალოდ მას ზედამხედველობს უკვე დანიშნული პირი, რეაბილიტაციის მმართველი და იგივე ფაქტიურად იგივე საქმიანობას ახორციელებს, რასაც რეაბილიტაციის მმართველი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში დირექტორთან ერთად დირექტორი უძღვება ისევ საწარმოს. ეს გაკეთა იმ კუთხით, რომ მაინც ბიზნესი ცოტა ისეთი იურისტებისთვის და თქვათ გარეშე პირებისთვის, ვინც არ მუშაობდა ამ სფეროში, სპეციფიურია და შესაბამისად უფრო სწრაფად, ეფექტურად რომ მოხდეს საწარმოს გაჯანსაღება, შესაძლებელია უფრო კარგი იყოს, რომ თვითონ დირექციამ გააგრძელოს საქმიანობა, მაგრამ ზედამხედველობის ქვეშ, რათა დაცული იყოს კრედიტორთა ინტერესები ამ რეაბილიტაციის ზედამხედველის ფუნქციები ძირითადად საწარმოს სწორი ფუნქციონირებაა და დირექტორის გადაწყვეტილების ზედამხედველობა დირექტორის და ჩარევები იმ შემთხვევაში თუ უფრო დავდათ რომ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილება ან მოქმედება არ შეესაბამება კრედიტორის კომპანიისა და კრედიტორების ინტერესებს. აი თქვენ ახსენეთ რეაბილიტაციის მმართველი და ის პროცესი, რომელსაც ის უძღვება და ეს გასაგებია, უბრალოდ აი ამის შემდგომ, როცა გაიხსნება პროცესი და ჩაერთვება რეაბილიტაციის მმართველი ან ზედამხედველი. აი როგორ ხორციელდება პროცესუალოდ უკვე აი ეს რეაბილიტაციის ან გადახდის უნარობის მართვა. არის თუ არა შესაძლებელი, რომ რეაბილიტაცია მოითხოვოს კრედიტორებმა საწარმომ, მაგრამ სასამართლომ ჩათვალოს, რომ რეაბილიტაცია ვერ იქნება ის მიზანი მიღწეული და შესაბამის უფრო ძიმე საფეხურზე გადაიყვანოს ამ პირიქით. ეს ყველაფერი შემდგომში, მას შემდეგ რაც დაიწყება გადახდის უნარობის პროცესი, თქვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაბილიტაციის გზით არის კონკრეტ კანონით გაწერილი არის ვადა, რა ვადაში უნდა შედგეს კრედიტორთა რეესტრი, რომელიც როგორც განმარტე რეაბილიტაციის მმართველის მიერ დგება. შემდგომში უკვე კრედიტორები წარადგენენ თავიანთ მოთხოვნას, რომელიც გადამოსულია შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, კრედიტორები საწარმოს დირექტორების და დირექტორის და ზედამხედველის ან მმართველის შეთანხმებით ხდება კრედიტორთა რეესტრის შედგენა. თუ კრედიტორი არ ეთანხმება აღიარებულ კრედიტორთა რეესტრში შეტანილი თანხის ოდენობას და თulis რომ მისი მოთხოვნა უფრო მეტი იყო, მას აქვს უფლება გაასაჩივროს რეესტრში მისი მოთხოვნა, მოითხოვოს მისი გაზრდა და ასე ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო წარმოებით, ყოველ შემთხვევაში დღეს მოქმედი პრაქტიკით სასარჩელო წარმოებით, მაგრამ ორი ინსტანციით კი, რა თქმა უნდა, ორი ინსტანციით იხილება და თუ თქვა სასამართლო ჩათვლის, რომ მისი მოთხოვნა უფრო მეტი ოდენობით უნდა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე არის, რომ კანონმა გაწერა რა ოდენობის თანხების აღიარების შეტანის უფლება აქვს რეაბილიტაციის მმართველს. მაგალითად, სესხის არსებობის შემთხვევაში აქვს უფლება შეიტანოს ძირი თანხა, პროცენტი, მაგრამ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების 10%-ს. და აი ჩაკეტა რაღაცაზე და ამ საკითხებზე უკვე შეუძლია სასამართლოს მსჯელობა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ცვლილებების განხორციელება რეესტრში. მაგრამ არის თუ არა ისეთი იმის შესაძლებლობა, რომ რეაბილიტაციის მმართველმა რომელიმე კრედიტორს უარი უთხრას დარეგისტრირებას, რაღაცა კონკრეტული საფუძვლო. მათ შორის ძირითადი თანხის დარეგისტრირებას. თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ვალდებულება არსებობს, რა თქმა უნდა, უსაფუძვლო უარი არა, მაგრამ თუ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება უარი თქვას, არ შეიტანოს და ის თუ სადავო გახდა სასამართლოში, სასამართლომ გადაწყვიტოს, უნდა იყოს თუ არა რეესტრში და ფაქტიურად პრაქტიკაში ჩვენ გქონია უმრავლეს შემთხვევაში ცვლილებები განხორციელებია რეესტრში, სასარჩელო წარმოების და შედეგად, რა თქმა უნდა, და განხილვის ვადები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. სარჩელის შემოსვლიდან 20 დღის განმავლობაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. გასაჩივრების ვადებით შემცირებულია, 5 დღეში საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში და ზემდგომ სასამართლოსაც შემჭიდროებული ვადები აქვს განხილვის.
რათა რეაბილიტაციის პროცესი ხელი არ შეეშალ პროცესი რამდენი ხანს გრძელდება თავად რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემდეგ ეს უკვე გააჩნია ვალდებულებებს თავად განსაზღვრავს თვითონ განსაზღვრავს რეაბილიტაციის გეგმის აი მაგალითად წარმოადგინა რეაბილიტაციის მართლობა კონკრეტული გეგმა რამდენად გონივრულია რამდენად შესაბამისია რეაბილიტაციის დაკმაყოფილება და აი აქ რა მნიშვნელობაა კრედიტორთა თანხმობას რეაბილიტაციის გეგმა წარადგინება პირველ რიგში კრედიტორთა კრებას შესაბამისად კრედიტორთა მოწონების საკითხის გადაწყვეტის გარეშე სასამართლოს ვერ იმშელებს რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებაზე. ეს იგი ორი ტიპის ორი სახის კრედიტორები უზრუნველყოფილი კრედიტორების მხრიდან ცალკე ეყრება გეგმას კენჭი და უმრავლესობით იღებს უზრუნველყოფილი ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორები გადაწყვეტილებას და რაც შეეხება არაუზრუნველყოფილი კრედიტორებიც ანალოგიურად ისინი ცალკე უკრიან კენჭს და ისინი ხმათა უმრავლესობით იღებენ გადაწყვეტილებას. თუ ორივე ჯგუფის კრედიტორების მიერ არის მოწონებული გეგმა, მისი წარმოდგენა ხდება შემდგომში სასამართლოს მხრიდან და კანონით გაწერილია რა შემთხვევებში რას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გეგმა რომ სასამართლომ დაამტკიცოს, მაგრამ პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ერთი ჯგუფმა მოიწონა, კრედიტორების ერთმა ჯგუფმა, თქვათ, არ მოიწონა უზრუნველყოფილი უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორების ჯგუფმა. ასეთ შემთხვევაში უკვე სასამართლო ამტკიცებს, იღებს უпроსტად გადაწყვეტილებას დაამტკიცოს თუ არა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია რომ გარდა იმისა რომ უნდა არსებობდეს ერთი ჯგუფის კრედიტორების თანხმობა ამავე დროს უნდა სასამართლოს უნდა შეექმნას ვარაუდი რომ გეგმა განხორციელებადია. ეს არის მნიშვნელოვანი ხო? თუ განჭვეტადი უნდა იყოს ეს გეგმა, სასამართლო დარწმუნდეთ რომ რამდენად რეალურია. დროის გაჭიანებას ხომ არ აქვს ადგილი. სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში რომ ეს გეგმა განხორციელებადია, ასეთ შემთხვევაში უკვე იწყება გაკოტრების რეჟიმი. კომერცია განხორციელება და გასაგებია ქალბატონ თამარა გადაცემაში რეკლამის დროა დაგველოდეთ ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. სილკპოსტი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მომლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ენერგოეფექტურობა მომავლის არჩევანი დღეს. გაიგე როგორ შეიძლება მცირე ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინოს გარემოსა და შენს ხარჯებზე. ყოველ ორშაბათს 9 საათსა და 45 წუთზე რადიო კომერსანტის ეთერში. რუბრიკა ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგიბრუნდით და დღეს ძალიან საინტერესო და პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობთ, რომელიც ეხება საწარმოთა რეაბილიტაციას ან კრედიტორთა კოლექტიურ დაკმაყოფილებას, რაც ძველი კანონიდან გამომდინარე გადახდის უნარობა გაკოტრების საქმის წარმოებას უკავშირდებოდა და მისი სახელით იყო ცნობილი და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქალბატონი თამარ ბურჯანაძე. ქალბატონ თამარ, ძალიან საინტერესო პირველი და მეორე ნაწილი განვლეთ. და აი უკვე ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემდგომ თუ არის სასამართლო ინფორმირებული მის ან რა კუთხით დადებითი პასუხის შემთხვევაში რა კუთხით ახორციელებს უკვე შესრულების მონიტორინგს. მას შემდეგ რაც რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცდება 6 თვეში ერთხელ აქვს დირექტორს ვალდებულება წარმოადგინოს სასამართლოში შესრულების შესახებ ინფორმაცია. სხვა კუთხით მონიტორინგს სასამართლო არ ახორციელებს. ჯერჯერობით პრაქტიკაში
არ გქონია შემთხვევა ყოველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოში ესეც მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ ორი სასამართლო იგიც უნდა მეკითხა დასაწყისში რომელი სასამართლო არის დასავლეთ საქართველოში იხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო და ის ვრცელდება დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებულ შესაბამის სუბიექტებზე ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის საქალაქო სასამართლო აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულ სუბიექტებზე ორი ინსტანციით განიხილება ორი ინსტანციით პირველი ინსტანცია და სააპელაციო ინსტანცია იხილავს უკვე კერძო საჩივარს თუ რა კონკრეტულ საკითხზე იქნა წარმოდგენილი კერძო საჩივარი წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ იქნა კერძო საჩივარი წარმოდგენილი კერძო საჩივარს ჯერ იხილავს ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდგომ იგზავნება და ეს კერძო საჩივარი, ანუ რა შეიძლება შეეხებოდეს ის გავიგეთ კრედიტორთა საჩივრები ეს გასაგებია და სასარჩეულო წარმოებით განიხილება ეს გასაგებია. უბრალოდ რა შეიძლება პოტენციურად ეხებოდეს ეს კერძო საჩივარი, ჩემთვის მნიშვნელოვანი, ანუ და საინტერესოა, რომ როდესაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, თუ დაკმაყოფილდა და მას არ მოეწონა. როგორც ერთ შემთხვევას, ისე მეორე შემთხვევას. და მხოლოდ კერძო საჩივრი ხდება კერძო საჩივრი ხდება მისი კერძო საჩივრი ხდება გასაჩივრება რევიზია. აი ზედამხედველობა ახსენეთ თქვენ და 6 თვეში ერთხელ დირექტორი, გაბარებთ ანგარიშს, წარმოადგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. როგორ ხდება ისეთი შემთხვევა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ვერ შეასრულა და პრაქტიკაში ალბათ ხდება და თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით, როდესაც ვერ შეასრულა დაპირება. ვერ შეასრულა ეს გეგმა შემდგომ რა ხდება და ამასთანავე მე უბრალოდ ადრე უნდა მეკითხა კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა იყო მნიშვნელოვანი რა ძალიან საინტერესო არის ჩვენი მსმენელისათვის იმიტომ რომ წინა კანონში ჩვენ გვახსოვს 7 რიგი სადაც რიგითობით კრედიტორები ნაწილდებოდნენ და შემდგომ უკვე ამონაგები თანხა როგორც იყო რეალიზების შედეგად ამონაგები თანხა პროპორციულად იფარებოდა აი დღეს ამ კანონთან დაკავშირებით როგორი ვითარება გვაქვს პირველ იმ საკითხს მიუბრუნდები თუ დაირღვა რეაბილიტაციის გეგმა თუ დარღვევა არის მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეს აქვს უფლება მოითხოვოს უკვე რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტა კრედიტორს და გაკოტრების რეჟიმზე გადასვლა იგივე შეუძლია განახორციელოს რეაბილიტაციის მმართველმაც რაც შეეხება კრედიტორთა გეგმას და რიგითობას, დაკმაყოფილების რიგითობას. წინა კანონიდან განსხვავებით კონკრეტულ შემთხვევაშიდაც სუბიექტ რიგითობის პრინციპით შეიცვალა. მოგხსენებათ, რომ წინა კანონით იყო 7 და მათ შორის იყო უზრუნველყოფილი კრედიტორების რიგიც, რომელიც მეოთხე რიგი იყო და კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი კრედიტორები რიგითობაში აღარ მონაწილეობენ. დააფასად არის. მათი დაკმაყოფილება ხდება უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით. თუმცა რეაბილიტაციის მმართველს აქვს უფლება თუ უზრუნველყოფის საგანი მნიშვნელოვანია ბიზნესის გაგრძელებისთვის, საწარმოს გადარჩენისთვის, არსებობისთვის არ მიიღოს გადაწყვეტილება და არ იქნეს გატანილი წინასწარ უზრუნველყოფილის საგანი არ იქნეს რეალიზება არ განხორციელებული. რაც შეეხება რიგითობის მიხედვით პირველ რიგში კონკრეტულ შემთხვევაშიც იფარება პროცესის ხარჯები, მათ შორის შედის მმართველის მომსახურების ხარჯი, გაკოტრების მმართველის ან რეაბილიტაციის მმართველის ან ზედამხედველის პროცესის წარმოებისთვის გაღებული ხარჯები, იგივე ბაჟი, რაც იქნა გადახდილი თქვათ კრედიტორების მიერ განცხადების წარმოდგენის დროს, ეს არის პირველი რიგი. მეორე რიგში იფარება გადახდის უნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებები. და რაც შეეხება მესამე რიგში უკვე ჩაშლილია რიგითობის მიხედვით არის განაწილებული კრედიტორების კრედიტორების დაკმაყოფილება, მაგრამ პირველ რიგში იფარება შრომითი ხელშეკრულებების დასაქმებულების მოთხოვნები, ოღონდ არასრულყოფილად, არამედ პრეფერენციული, ეგრეთ წოდებული პრეფერენციული მოთხოვნები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. თითოეულ შემთხვევაში, თითოეულ კონკრეტ ანალოგიურად არის გადახდის საგადასახადო ორგანოს მოთხოვნებიც და შემდგომში უკვე რიგითობის მიხედვით და თუ ქონება იმდენია რომ თქვათ
თვითონ საწარმოს პარტნიორების დივიდენდებსაც და ვთქვათ მასაც ხდება მათი მოთხოვნები ალბათ ბოლოს იქნება. თქვენ საგადასახადო შემოსავლების სამსახური ახსენებდა აუცილებლად ჩემი შეკითხვა ძალიან მაინტერესებს შემოსავლების სამსახურის როლი ამ პროცესში, იმიტომ რომ როგორც წესი ბევრ შემთხვევაში შეიძლება უმეტეს შემთხვევაშიც შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორია. მე რაც მინახავს საქმის წარმოების პრემიაში. აი ამ დროს როგორია მათი ჩართულობა, ფორმალურია თუ არა, არ არის ფორმალური და როგორია მათი დაკმაყოფილება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფოს ძალიან დიდი რიგითობის მხრივ გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლებელია მათ პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგი ჰქონდეთ და პრეტენზია და ამ დროს რეაბილიტაციის პროცესში თუ რეაბილიტაციის გეგმა ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის 5 წლის განმავლობაში დაკმაყოფილებას, მათი თანხმობა ავტომატურად გაიცემა რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებაზე. აღარ მონაწილეობს მათი თანხმობა, იმიტომ რომ ხშირად პრობლემა იყო უზრუნველყოფილი კრედიტორების წინა კანონიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი კრედიტორების თანხმობა რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების დროს ძალიან დიდი პრობლემა იყო და თუ ისინი თანახმანი არ იყვნენ სამართლო ვერ ამტკიცებდა რეაბილიტაციის გეგმას, გადადიოდა გაკოტრებაზე. იქაც გარკვეულ შემთხვევებში თუ მოთხოვნა იყო და წარმოდგენილი იყო, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო აღარ მონაწილეობს მის თანხმობა ავტომატურად გაცემულად ითვლება თუ რა თქმა უნდა მისი მოთხოვნა რეაბილიტაციის გეგმაში 5 წლის განმავლობაში კმაყოფილდება. ეხლა რა ძირითადი მოთხოვნა იგულისხმება თუ საურავი და ძირითადი მოთხოვნა რომ ვიცით რომ ზრდადია ეს მოთხოვნა. ძირითადი მოთხოვნა პრაქტიკაში რაც შემოდის რეაბილიტაციის გეგმა ფაქტიურად ყველა შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნები პირველ 5 წელში არის გაწერილი დაკმაყოფილების კუთხით და შესაბამისად თანხმობების საკითხი და რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების საკითხი პრობლემას აღარ ქმნის. ხო, ეხლა მე დიდი გამოცდილება პრაქტიკული არ მქონია ამ სფეროში, მაგრამ მშობლობიდან გამომდინარე, ალბათ ეს იმისთვის რომ ავტომატურად მიღებული იქნეს თანხმობა შემოსავლების სამსახურის, იმიტომ რომ იქ თუნდაც ბიუროკრატიული პროცესების გათვალისწინებით რთულია დამატებით თანხმობის მიღება. და ერთი შეკითხვა, როდესაც უკვე გაკოტრების პროცესში გადავედით, რეაბილიტაცია არ გაამართლა და მოგმართათ, შემდგომ როგორ ხდება გაკოტრების რეჟიმზე გადასვლა და როგორ ხორციელდება უკვე რეალიზება იმ მისქონებას საკუთრების ობიექტების, რომელიც გააჩნია კომპანიას. ესე გაკოტრების რეჟიმი შეგვიძლია დავიწყოთ როგორც უშუალოდ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, თავიდანვე ასევე შეგვიძლია მოსალოდნელია თუ რეაბილიტაციის პროცესი ვერ განხორციელდეს კონვერსია, რაც გულისხმობს რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში ისევ რიგითობით, ისევ იმ რეესტრიდან ინიშნება უკვე გაკოტრების მმართველი, რომელიც არ შეიძლება იყოს რეაბილიტაციის მმართველი. თუ როგორც წესი, ახლა ისეთ დათქმას არ ითვალისწინებს კანონი. შესაძლებელია იგივე სუბიექტი იყოს, შესაძლებელია ახალი სუბიექტი იყოს, იმიტომ მათთვის უკვე ცნობილია. რაც შეეხება ქონების გასხვისების საკითხს, როგორც წესი ქონება აუქციონზე იყიდება, თუმცა ახალმა კანონმა როგორც მოვალეს, ასევე კრედიტორს მიცა შესაძლებლობა, თუ მას აქვს იმის მოძიების უნარი, მყიდველის უნარი, აუქციონის გარეშე იქნეს ქონება, უფრო რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო ლიკვიდური უნდა იყოს, უფრო მეტი შემოსავალი უნდა იყოს და უფრო მაქსიმალურად ბევრი კრედიტორის ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული. და ამ დროს კრედიტორების თანხმობა აღარ მოითხოვება? შეთანხმებით შეუძლია განხორციელდეს. და ქალბატონ თამარ, გადაცემის დრო იწურება სამწუხაროდ და აი რო შევაჯამოთ ერთგვარად, რა აი ძალიან მოქნილია ეს კანონი და ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა მისი წინამორბედისგან განსხვავებით, მაგრამ რას დაასახელებთ თავარ გამოწვევად აი ამ პროცესში? თქვენ უშუალოდ იხილავთ ამ წარმოებას და უშუალოდ ხართ ჩართული და რა არის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს მეწარმე სუბიექტებს აი ამ პროცესის ფარგლებში უდგათ დღის წესრიგში. აი ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ფაქტიურად რეაბილიტაციის პროცესის თუ არა მოიწურება, ისე არ ხდება გაკოტრების რეჟიმის მაქსიმალურად არის შექმნილი კანონმდებლობით იმის შესაძლებლობა, რომ თუ არის შესაძლებელი საწარმოს გადარჩენა, ის გადარჩეს.
და მაქსიმალურად იყოს კრედიტორების ინტერესების დაკმაყოფილებული იმ კუთხით, რომ თანაბარ რეჟიმში იქნენ მოქცეული და თქვათ არ იყოს ვინმე კრედიტორს, რომელიმე რიგის კრედიტორს უპირატესობა არ მიენიჭოს და მისი მოთხოვნა უპირატესად არ დაკმაყოფილდეს. თანაბარ ზომიერად პროპორციულად ერთი რიგის სრულად ამოწურის შემდეგ ხდება მომდევნო რიგში გადასვლა. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ. სამწუხაროდ დღევანდელი გადაცემის დრო ამოიწურა. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე დაგიბრუნდებით. ნახვამდის. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად.